მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ამნისტიის შესახებ კანონისთვის. უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონი ხელმოსაწერად ამ დრომდე არ შესულა. ნაციონალური მოძრაობა განმარტავს, რომ ამნისტიას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ გარკვეული შენიშვნები აქვთ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით. კერძოდ საუბარია პოლიტპატიმართა სტატუსის მქონე პირებზე. ამნისტია აღნიშნულ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამნისტიის შესახებ კანონ პროექტი ჯერ ისევ არ შესულა პრეზიდენტთან, ამიტომ ჩემთვის დღესაც გაუგებარია გუშინდელი სპეკულაციები ამ თემაზე, რომ პრეზიდენტი არ აწერს ხელს. დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს თავის პოზიციას ის თვითონ განმარტავს. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას, ჩვენ თვით რომ კანონ პროექტი ეს არის ჰუმანური აქტი, არ შეიძლება ზოგადად ამ აქტის საწინააღმდეგო რამე გქონდეს, მაგრამ იქ არის გარკვეული მუხლები, რომელსაც ვეწინააღმდეგებ. პარლამენტის რიგარეშე სესია დღეს პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. უმცირესობა მართველი ძალა დემოკრატიული პროცესების შეფერხებაში დაადანაშაულა. დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა კი ნაციონალური მოძრაობა საბჭოთა კავშირის პარტიაში ადარა. განცხადება გაკეთა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით. ფრაქცია გოჩაინუქიძემ და ანდრია შერვაშიძემ დატოვეს. უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა, უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა კი პროკურატურაში დეპუტატების დაბარებასა და პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა. ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც შეეძლო წინა მმართველობის დროს სხვა მმართველი პარტიები საქართველოში წარმოადგენდნენ არა პარტიას, ევროპული გაგებით პარტიას, არამედ იმ ტრადიციის გაგრძელებლები იყვნენ, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირში. ანუ ეს იყო პარტია სახელმწიფო. როდესაც სახელმწიფო პარტია, სახელმწიფო პარტია აღარ არის ხელისუფლებაში, მას ძალიან უჭირს ნორმალური ოპოზიციური პარტიის რეჟიმში ფუნქციონირება. ჩემი მხრიდან მინდა მოუწოდო დავთხოვო იმ დეპუტატებს, ვისაც აქვს თავის სახელი და გვარი, დამოუკიდებელი თავგადასავალი ბიოგრაფია და არ არის მიბმული სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე, მართლაც მიიღონ დროზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მათთვის და დატოვონ ეს უკვე გროტესკული მოძრაობა. პოლიტიკურად მინდა იცოდეთ, რომ ეს მთლიანად ხელისუფლების და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ხდება სწორედ ამ მიმართულებით ადამიანების დაბარება, ადამიანების დაკითხვა და იმ პოლიტიკური დევნის კამპანიას, რომელიც აქამდე იყო გაშლილი, უკვე დაემატა ერთი კომპონენტი დეპუტატების დაბარება კანონშემოქმედებასთან დაკავშირებით. რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით სასჯელ ახსნილების სამინისტრო კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. დეპარტამენტის უფროსმა მაია ხასაიამ განაცხადა, რომ პატიმარს თვითმკვლელობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, რის გამოც ის სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის პროცესს სახალხო დამცველის აპარატი დააგვირდება. საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს აბაშის რაიონში საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარის და წევრების გადადგომას ითხოვს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი რუხაძე დაინიშნოს. ამ დროისათვის საკრებულოში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად 26 განაცხადია შესული. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ აბაშაში ნაციონალების მხრიდან დღემდე გრძელდება ხალხის დაშინება. საკრებულოში აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არასამართლიანად მიიჩნევენ. ჩვენ დღეს აქ შეკრებილნი ვართ, იმიტომ რომ ხარი დაუჭიროთ ირაკლი რუხაძის კანდიდატურას. ეს ერთი, მეორე. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე და თავიანთი მთლიანად წევრები. ეხლა უკვე როცა ახალი დრო არის, სიტუაცია შეცვლილია ქვეყანაში, მაინც ხდება ის, რომ ხალხი თავს არიდებს გამოსვლას. ეს ხდება იმის გამო, რომ ჯერ კიდევ რაიონში არიან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული იმით, რომ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი. პრეტენზია რომ გაუჩნდათ, ეს მათი ნებაა, მაგრამ ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს შემადგენლობა გადადგეს, არ მიმაჩნია სწორად გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი კონსტიტუციით საკრებულო თავის წევრები ან თავმჯდომარიანად არჩეული საკონსტიტუციო ვადით.
ფოთის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. წლის მთავარი დოკუმენტის პრიორიტეტი მომავალ წელსაც სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. საკრებულოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახული თანხის გარდა გარკვეული დახმარება ქალაქს ცენტრიდანაც ექნება. 1,914,100 ლარის ოდენობით. ახლა ქალაქ ფოთისთვის ეს იმ პირობებში რაც გვაქვს, მოკლედ ეს არის ის ოდენობა, რასაც შევძელი ჩვენ ძალებით. მაგრამ გვაქვს იმედი, ახლა იმედი გვაქვს, რომ ცენტრიდან გვექნება დახმარება, დაიმედებული ვართ. მე გვაქვს მხარდაჭერა ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატის. მიწისძვრის განმეორების საფრთხე არ არსებობს. სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი განმარტავს, რომ აჭარაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიწისძვრა განმეორდება სიცრუეა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ამის დადგენა წინასწარ შეუძლებელია, რაც შეეხება საქართველოში ღამით მომხდარ მიწისძვრას, მას მხოლოდ მცირე ბიძგები მოყვა, რაც ნორმალურია და არ შეიძლება საფრთხის შემცველად აღვიქვათ. ეს ინფორმაცია ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული არის. მოსახლეობას პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გააჩნია. ის რომ მოხდა ძლიერი მიწისძვრა, ეს ყველამ უკვე იცის. გუშინ ღამეც დაფიქსირდა პირველთან შედარებით ცოტა უფრო სუსტი ბიძგი. ასეთი სუსტი ბიძგები უახლოეს პერიოდში მოსაოდნელია, კიდევ უფრო სუსტი ბიძგები გამეორდება. ეს არავის არ იქნება შემაწუხებელი. მოსახლეობამ შეუძლია არ დაიჯეროს მსგავსი ინფორმაცია არასოდეს, დაბრუნდეს სახლებში, მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება. ახალი ამბებით 5 საათზე დავბრუნდებით, დაგველოდეთ.